მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების 5 დღიანი გაფიცვა დასრულებულია. ხვალიდან დედაქალაქში ავტობუსები მუშაობას განაახლებენ. თბილისის მერის დაქვემდებარებაში მყოფ სატრანსპორტო კომპანიის საქმეს კი სპეციალური სახელმწიფო კომისია შეისწავლის, რომელმაც უნდა დაადგინოს, როგორ იხარჯებოდა ფინანსები. მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები ხვალიდან მუშაობას განაახლებენ. მძღოლებმა ცენტრალური ხელისუფლებისგან დაპირება მიიღეს, რომ მათ მოთხოვნებს სახელმწიფო კომისია შეისწავლის. 4 დღე და ღამე ბოდიში აი ამ სიტყვას ვიხმარ, ძაღლადაც არ ჩააგდო აი ამოდენა კოლექტივი. შეიქმნა კომისია, ესა სახელმწიფო კომისია, რომელმაც უკვე დაიწყო შესწავლა უკვე ჩვენი ამბის, ამ ეს 16 პუნქტიანი ამბის და ამას განიხილავს თვითონ კომისია. მძღოლების სიცრუეს უწოდებენ თბილისის მერის განცხადებას, რომ თვეში 12 დღეს მუშაობენ და ხელფასი 800-დან 900 ლარამდე მერყეობს. მუშაობ პატარა ავტობუსზე. აქ არის ასახული თუ რამდენია ხელფასი. მოდი ახლა გადავხედოთ. რამდენია გამოწერილი? 315 ლარი პირველი. 219 ლარი მეორე დღე. თვეში. 265 ლარი. ეს სია არის ერთი თვის 16,000 ლარი. ლარზია საუბარი. დაჯარიმებული ხალხი. მე თვითონ რეზერვზე გავედი 37 ხაზზე ვიმუშავე, მეორე დღეს დამიბარეს გაერთიანებაში და ჩამომაჭრეს ხელფასი. თბილისის სატრანსპორტო კომპანია კი მძღოლებს ადანაშაულებს, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეხავთ. კომპანია ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას გეგმავს. სატრანსპორტო კომპანია იწყებს დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას მძღოლების მიერ 2012 წელს გამომუშავებული შრომის ანაზღაურების შესახებ. მძღოლები საშუალოდ 11 დღეს მუშაობენ და საშუალო ხელფასი დღეში 91 ლარია. კომპანიის ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია მძღოლების მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული შრომის ანაზღაურების შესახებ. გაფიცვის შეწყვეტის მიუხედავად მოთხოვნები, რომელიც ხელფასის გაორმაგებას თბილისის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელისა და სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის შეცვლას ეხება, ძალაში რჩება.